გამარჯობათ მეგობრებო, ვიწყებთ მეორე ნაწილს, ან მეორე ვიდეოს, ეგრე დავარქვათ. ეხლა არის დილის 6 საათი, დღეს გვაქვს ფრენა ყაზახეთში, არის Kazakhstan International-ი, რომელიც იძლევა 1000 გულას, რომელიც მესაჭიროება აუცილებლად და შევეცდებით ავიღოთ. ეხლა მოვასწრებ დღეს კიდე ვარჯიშის ჩატარებას, 12 საათზე მაქვს ფრენა. მივდივარ ვარჯიშის ჩასატარებლად, ირის დილის კლასი. მეწყება 8:30-ზე და საათნახევარი 2 საათი ვარჯიშობ ხოლმე დილის გრუპას, ანუ კაცები არიან. და დავაწვევით მერე აეროპორტში. აბა დროებით. ავიწონე, ვიყავი 68 და 250, ძალიან ცუდია. რაღაც ვერ გზნობ თავს კარგად. ძალიან არ მიყვარს, როცა არ მიწევს ხოლმე დაკლება. ისე ზოგადად 72, 71 ნახევარ, 72 სულ ვარ. და 3 კილო ნახევარ სულ ვიკლებდა ეხლა. რაღაც დავსუსტდი და მეტყობა ძალაზისთან ტრამვებაც შემაწუხე. რა უშავს ეხლა წავართ სტუმროში. წავა რა. მეორე დღე. ეს ჭიდავის დღეა. მივდივართ ეხლა არენაზე და ვარ. სამწუხაროდ ჭიდავი გადამიდის 2 საათი ქვიან. ძალიან ცუდია ჩემთვის. ის გამო რომ საღამოს 7:30-ზე მაქვს ფრენა და ჭიდავი მიწევს სადღაც 5:30-ზე. რატომ უნდა მიჭიდავა სადღაც 2 საათზე და ვასწრებდი და რა ვქნა, ჯერჯერობით არ ვიცი, ვერ მოვიფიქრე. ან მომიწევს ახალი ბილეთის ყიდვა, ანდაც კიდე ორგანიზატორებს ვეთქვი, ვანახავთ რაღაცას, თუ შეცვლიან, კარგი იქნება. დავიწყოთ, ჩავერთე. ამჟამად არ გამომივიდა ყველაფრის გადაღება, იმიტომ რომ ძალიან გადარბინებზე ვიყავი. ვიჭიდავე. ამჯერად მოვიგე. გვაქვს ოქროს მედალი. ფინალში ვიჭიდავე ბრაზილიელს.
სამწუხაროდ ძალიან ცუდად გრძნობ თავს. უეჭველი ვიცი რომ რაღაც ვირუსი მაქვს და რაღაც ბრძოლაშია ჩემი ორგანიზმი, იმიტომ რომ ძალა საერთოდ ვერ ვგრძნობ, მაგრამ მიუხედავად ამისა, შევძელი მაგ ვიდეოსაც ცალკე ჩავწერე, როგორ უნდა ვიჭიდაოთ იმ დროს, როცა ცუდად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ აი არა ბიჭი რო ვიყავი აბუდაბიში, იქ არ ვიცოდი რა მჭირდა ნახდათ, ძალიან ცუდად გრძნობდი თავს. არ უпростоრად იქ კარგად მეგონა თავს რო გრძნობდი, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვჭიდაობდი ისე როგორ ახლა ჩემი ძალის შესახებ მე უფრო კარგად ვიცი და ვგრძნობ არა თავს და იქ ვერ ვგრძნობდი თავს და აქედან გამომდინარე რაღაც სამდენი გავიდა, 5 დღე გავიდა. ერთი შეჯიბრიდან მეორეზე და აი არ გამიშვა და ეხლა გუშინ ყელი მტკიოდა, გუშინ წინას უკვე დამეწყო, გუშინ თავი მტკიოდა, მაგრამ ჩაიმ და ლიმონმა მიშველა. ასე ვთქვათ, მაგრამ ბოლომდე არა, ეხლა დაბრუნდები შინ და ანალიზებს ჩავაბარებ, ნახავ რა მჭირს და გავაგრძელებ ვარჯიშს, იმიტომ რომ ან კიდე უნდა დავისვენო, მაგრამ დასვენება არ მიყვარს ხოლმე. ანალიზის ჩაბარება არის საჭირო, იმიტომ რომ რო ვიცოდე როგორი დატვირთვა მივცე ორგანიზმს. თუ არის ვირუსი ან ბაქტერია ორგანიზმში და მიეცი და დიდი დატვირთვა, უფრო ლახად გახდები და უფრო დიდი დრო ვერ იჭიდავებ და ვერ ვივარჯიშებ და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე ჯობს სულ ანალიზი ჩააბაროთ, გაიგოთ რა გჭირდა და მერე გააგრძელოთ ვარჯიში. რა შემიძლია ვთქვა ყაზახეთზე? ძალიან მაგარი ხალხი არის, რა ვიცი, ძალიან მაგრამ იჯიგრენ. არ ვიცი იმის გამო ვიცნობენ, იმიტომ რომ ამ სპორტში ახლა ნელ-ნელა დავიწყე ვიდეოების გამოდებას, ვარ მე დიდი ხანია უკვე ვჭიდაობ და ასე ვთქვათ პოპულარული ვარ რა რეიტინგში, მსოფლიო ევროპულ რეიტინგზე ახლა პირველ ადგილზე ვარ, მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზე ვარ, მაგრამ ეს იმის გამო რომ ყველა ტურნირებზე არ მიჭიდავებია. და ანუ ასე ვთქვათ, ისედაც ანუ ადრე ვიდეოებს წერდი რაღაც სასწავლო ვიდეოებს YouTube-ზე და მიცნობენ რა ესე ვთქვათ ამ სპორტში და ყველა მოდიოდა ისე სურათის გადასახებად და ისე ცოტა მიტყდებოდა. სიტუაცია მქონდა ესეთი. მაგვიანდებოდა აი დილას რო გავიღვიძე, ვნახე ბრეკეტები, ჭიდავის რომ მქონდა 2 საათზე, სანამ გავიდა დრო, სანამ შხაპი მივიღე, გამოვდივარ და უყურებ არის უკვე 5:30-ზე გადმოიტანეს და მე 6-ზე უნდა ვიყო უკვე აეროპორტში, ანუ უფრო ადრე. ეგრევე ჩავიძვი წავედი, მივედი 2 საათზე და ვნახე ვიღაც ორგანიზატორი, უთხარი, აუხსენე ჩემი პრობლემა და 1 საათით ადრე გადმომიტანენ, ასე ვთქვათ, შეხვედრა. და აი, ეხლა ვზივარ აეროპორტში, ყველაფერი მოვასწარი და მაგრამ იჯიგრენ.